საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღარიბად მიიჩნევს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით 690,000-ზე მეტი სახელმწიფოს შემწეობას იღებს. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა წელიწადში 6,6%-ით გაიზარდა. იმ პირების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1,272,000-ზე მეტია. უმძიმე სტატისტიკას უფრო დეტალურად ნინო გიგაური გაუაცნობს. გისმენ ნინო. ხელისუფლებას სჭირდება ღარიბი ადამიანების მართვა ქართული ოცნებისთვის გაცილებით მარტივია, ის გარკვეულწილად შანტაჟადაც კი იყენებს ხოლმე იმ შემწეობას, რასაც გასცემს ასეთი ადამიანების მისამართით. ქართული ოცნება ასეთი შეფასებები მოვისმინოთ ჩვენ სპეციალისტებისგან ეკონომიკის საკითხებში. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში არის უმძიმესი მდგომარეობა ამ მიმართულებით, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მიმართულებით და ამას მოწმობს როგორც საქართველოში გამოქვეყნებული შიდა სტატისტიკა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ოფიციალური მონაცემები, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაქვეყნა, ნამდვილად არის შემაშფოთებელი, სადაც გარკვევით წერია, რომ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში თავს თვლის ღარიბად და სახელმწიფოს თხოვს შემწეობას. 7%-ით არის გაზრდილი ბოლო 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. აქ არის ორი ძირითადი საკითხი. პირველი ის, რომ რამდენი ძალიან ბევრი ადამიანი იღებს სახელმწიფოსგან შემწეობას და მეორე საკითხი არის ის, რომ ასევე უამრავი ადამიანი დგას რიგში იმისათვის, რომ მიიღოს ეს მინიმალური შემწეობა სახელმწიფოსგან. და 1,300,000 ადამიანი თვლის, რომ ღარიბია და ითხოვს სახელმწიფოსგან შემწეობას. ამ ყოველფრის გამომწვევ მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ არასწორ ან არაეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკას და ამ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ ორივესთან გვაქვს საქმე, ტარდება არასწორი და არაეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა. რეალობა კი საქართველოში არის ასეთი. წვავედ დგას დასაქმების პრობლემა, წვავედ დგას ასევე დაბალი ანაზღაურების პრობლემა. ამის პარალელურად მუდმივად მზარდი არის ფასები, გაძვირებული არის ყველა ის პროდუქტი, რომელიც მოსახლეობას სჭირდება და პირველადი მოხმარების პროდუქტად ითვლება. ეს არის საკვები პროდუქტი, საწვავი, მედიკამენტები, გაზრდილი არის კომუნალური გადასახადების ხარჯით. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც არიან დაუსაქმებლები, ან ადამიანები, რომლებიც არიან მიზერული ხელფასის ამარა დარჩენილები, ვერ წვდებიან გაძვირებულ ცხოვრებას, რაც საბოლოო ჯამში მათ აღმოაჩენთ ხშირ შემთხვევაში შიმშილის ზღვარზეც კი. სიღარიბე მუდმივი პრობლემა არის საქართველოსი, რაც არ უნდა ელაპარაკოს ხელისუფლებამ, რომ ყველაფერი კარგად არის ეკონომიკურად და ხალხი ამ ქვეყანაში არ შიმშილობს და ამ შემდეგ სისულელე არის ეს. ამაზე მეტყველებს რიცხვები, უბრალოდ ის ამბავი, რომ მუდმივად იზრდება შემწეობის მიმღებ ადამიანთა რაოდენობა, პრობლემა არის. ხელისუფლებას სჭირდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ღარიბი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს მასზე დამოკიდებული, რომ რაც უფრო ღარიბი არის ადამიანი, მით უფრო იოლია მათი манипулირება, მით უფრო იაფი არის მათი მოსყიდვა რა. აი ეგ არის მთავარი პრობლემა, რომ ხელისუფლებას არ აწყობს, რომ სიღარიბე დაძლიოს ქვეყანაში. მოქალაქეების არმიას ემატება დღითიდღე სიღარიბის შემწეობის თხოვნელთა, ასე ვთქვათ, რაოდენობა. უფრო მეტი, უკვე 690,000-ზე უფრო მეტი ადამიანი კიდევ თვლის, რომ თვითონ ღარიბია და მიმართავს სახელმწიფოს, რომ მეც ღარიბად მიმიჩნიეთ, შემისწავლეთ, რომ თვლის, რომ ღარიბია. ეს ძალიან დიდი კატასტროფული ციფრა, 1,000,000-ზე მეტი ადამიანი, 1,200,000 ადამიანი. რასაკვირველია, ასეთი მძიმე სურათი ამ მიმართულებით თითქმის ეს ვთქვათ არც ყოფილა. შესაძლოა რაღაც პარამეტრები მოვიყვანოთ ჩვენ გასაშოვებული ხელფასის ასე შემდეგ რაღაცის. დიახ, ისტორიულად ეს პროცესი ესეთია. თუ ახლა დავიწყებთ 1800-იანი წლების რომელიღაც სოფლიოს შედარებას, მაშინ ჩვენ კარგი მდგომარეობა გვექნება, მაგრამ პროგრესი მიდის, სოფლიო არ ჩერდება და ამ ფონზე ჩვენ წლიდან წლამდე პროგრესს ვერ ვეწევით და ამიტომაც ეს პროგრესში დანახული ჩვენი შედეგები არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ ჩავარდნილი. სიღარიბის ყველაზე მთავარი და ძლიერი ინდიკატორი არის მიგრაცია ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი კი ქვეყანაში შემაშფოთებლად არის ბოლო პერიოდში გაზრდილი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ იმისათვის, რომ იქიდან არჩინოს საკუთარი ოჯახები და გააკეთოს ის, რასაც ვერ ახერხებს თავის ქვეყანაში, დასაქმდეს და მიიღოს ელემენტარული ანაზღაურება. ეს არის პულსი ერთგვარად სიღარიბის, ასე ამბობენ სპეციალისტები და მტკიცება იმისა საქართველოს ხელისუფლების
ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველოში ყველაფერი რიგზეა, არც არავინ შიმშილობს და არც უჭირთ ოჯახებს, ეს არის სიცრუე, ამას მოწმობს როგორც ქვეყნის შიგნით ჩატარებული კვლევები და გამოქვეყნებული სტატისტიკა, ასევე საერთაშორისო კვლევები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.